მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მამაკაცური ძალა მხოლოდ და მხოლოდ ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელმწიფო ცენტრების დაბრუნება. მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიანი, მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ, ანუ უკანა მხარეს ჩვენ შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ჯამში არის 9 დაკავებული. გვიან ღამით ანტისამთავრობო პროტესტის კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. კიდევ 18 დაკავებულია. ჯამში გისოსებს მიღმა არჩევნების დღეს გამართული დემონსტრაციის 35 მონაწილეა. და ის მე მიყვარს ეს ტერმინო ნისიაზე მოსული პოლიტიკოსი. მოდიან რომ აი მე ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ, მე ამას ვიზამ, მე იმას ვიზამ. საბოლოო ჯამში მოდიან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. ითხოვენ რომ შენ მიხვიდე და იქ თავი გაწირო რაღაცისთვის, მაგრამ თვითონ არაფერს არ გააკეთებენ სანაცვლოდ. ამიტომ ეხლა შეიძლება ვიღაცა ადამიანები უსამართლოს ხედან ციხეში და შეტანება იცება, გადაუშვებია შეიძლება ვიდეოებში აბარასო. და მიროდი პირდაპირ ვიჩევ არქივ აი ვაჭრები ჩვენ უცად შეაკეთებდა თქვენებზე ხალხსაჭერია დაკავშირებით იყო არ ვაჭერდეს არ ბრძოლა ამ ბრძოლაში არ გვეშინია ეს გაგვიჭირო კიდევ ბოდიშს მოუხდით არა ვის ბოდიშს მოხდა სარვაფერად ვის უნდა მოუხდო ბოდიშ შენზე მეტად რომ მზად არია და შენზე მეტად რომ არია მზად რომ ამ ქვეყნისთვის თავი გაწირო შენზე მეტად რომ მზად არიან ეგ დავა ხო რატო ვიღაცა ნუ ხა ტრაგიკომედიად იქცა, იმიტომ რომ ადამიანებს იჭერენ. მოგავს 30-ზე მეტი თუ არ ვცდები, ადამიანია დაჭერილი. ეს ადამიანები არიან მსხვერპლები აი ამ მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის. ამაზე პასუხი უნდა აგონ აბსოლუტურად ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ერთი მხრივ ამ პროვოკაციისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და მეორე მხრივ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროვოკაციას არ გაემიჯნენ.